სასურსათო მაღაზიებში პური 10-15 თეთრით გაძვირდა, ფასები გაზარდა, საცხობების ნაწილმაც, ნაწილში კი იგივე ფასი ინარჩუნებენ. განმარტავენ, რომ ჯერჯერობით ქვილის ძველი მარაგი აქვს და ფასს მას შემდეგ მოუმატებენ, რაც იგი ამოეწურებათ. საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ტელეკომპანია გურჯაანთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ პური სულაც არ გაძვირებულა, ფასი გაასწორეს და 2023 წლის ღირებულებას დაუბრუნეს. ეს იყო აპრილის 23-ში, როდესაც თუ გახსოვთ, მე შეგახსენებ, შაქრის ფასი გაიქცა ძალიან, ზეთმა მოიმატა თითქმის 9 ლარი გახდა და ეს გარკვეული უკმაყოფილება გააჩინა ადამიანებში, რომ ესე იგი რატო იმატებს ასე უშაშველოდ ეს ფასები კვების პროდუქტებზე. მათ შორის მომართვა იყო პურზეც და პურის მრეწველობა მაშინ თქვენმა მოგცა საშუალება და ჩვენ 10 თეთრი მაშინ პურს ჩადავაკელით, ანუ გასაცემ ფასს დააკლდა 10 თეთრი. ეს მინდა იცოდეთ. თუმცა დღეს, როდესაც მსოფლიოში შეინიშნება და მათ შორის რუსეთშიაც შეინიშნება ხორბლის ფასის მატება, ანუ რა ხდება? ხორბალი, რომელიც ღირდა ტონა 700 ლარი, 1100 ლარს აწვდა. ანუ მოიმატა ფასებმა ხორბალზე. შესაბამისად, მე გეტყვით, კახელ ფერმერებსაც აი ახლა სულ ბოლო ხანს შაბათს დაგიდასტურებ ფერმერთა ასოციაცია, რომ კახელ ფერმერებს 80 თეთრი გადაუხადეს. რომ გადამუშავდება მკვლად, ის ხო გახდება დაახლოებით ლარი, ან ლარი და 10. თუ ავიღებთ ხელფასებს, ელექტროენერგიის ხარჯებს, გადამუშავება ხო უნდა ესე ხო არ არის? ლარი და 10 თეთრი რო იქნება, ლარი და 10 თეთრი ხო უნდა გამოცხეს პურად. ანუ ახაც ხო დაემატება 20 თეთრი. და ეგ არის ეს ფასი რაღაცა ფასი გახდა გასაცემი ფასი. ზუსტად ეს არის. და ანუ ეს კი არ მოიმატა, ჩვენ დაუბრუნდით იმ ფასს, რომელიცაც ადრე გავცემდით ხოლმე პულს. ამიტომ რეალობას თვალი გაუსწოროთ და შევიმასვისდეთ ყველაზე სტაბილური ფასი კიდევ ჩვენს კვების პროდუქტებში დღეს პულს გააჩნია. და ეს მინდა ყველა მიცოდეს.